ინდოეთი იწყებს გადალაგებას. რატომ არის ეს რეგიონი ასეთი მნიშვნელოვანი? პაკისტანი ყოველთვის ცდილობს ზღვის ჩარევას. მას ადარებენ ინდირა განდის. როგორ წარმოგიდგენი ამ კონფლიქტის მოგვარება, თუ საერთოდ შესაძლებელია და რა ისტორიული კონტექსტი აქვს მას? ეს არის კონტექსტი, საიდანაც ასევე შთაგონება შეიძლება მივიღოთ წინააღმდეგობის მაგალითზე. გამარჯობა, დღეს ჩვენი მიმოხილვის მე-10 ეპიზოდს უყურებთ. დღეს ჩვენი სტუმარია მაია ბარქაია, ინდოეთის ისტორიის სპეციალისტი. დღეს საკმაოდ საინტერესო თემას მიმოვიხილავთ, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური გახდა. ეს არის ინდოეთისა და პაკისტანის დაპირისპირება, რომელიც აპრილის თვეში დაიწყო, განახლდა უფრო სწორად ქაშმირის რეგიონში, სადაც ტერორისტული აქტი მოხდა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის მტკიცებით ეს ტერორისტული აქტი პაკისტანმა განახორციელა. ამის შემდეგ ვითარება საკმაოდ გამწვავდა, სრულმასშტაბიან ომამდე შეიძლება კი მივსულიყავით. ამ დაპირისპირებას ისტორიული ფესვები აქვს. ჯერ კიდევ 1957 წლიდან, როცა ეს ორი სახელმწიფო წარმოიშვა, ბრიტანეთის კოლონიური წარსულიდან გათავისუფლების შემდეგ. თუმცა ქაშმირის რეგიონი ყოველთვის იყო ამ ორი ქვეყნისთვის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების საშუალება და მათი შიდა პრობლემების გადაფარვის საშუალება. თავიდან რო დავიწყოთ ამ რეგიონზე, ზოგადად როგორ წარმოიშვა ეს ორი ქვეყანა, რატომ არის ეს რეგიონი ასეთი მნიშვნელოვანი და რა ისტორიული კონტექსტი აქვს მას? მადლობა ნათია მოწვევისთვის. ქაშმირის კონფლიქტი თავიდანვე, რაც დამოუკიდებლობა მოიპოვეს ინდოეთმა და პაკისტანმა, აღმოჩნდა თანმდევი მათი ურთიერთობის და იდეაში მათი ურთიერთობა დიდწილად განსაზღვრულია ქაშმირის საკითხით. ამბავი ის არის, რომ ეს გაყოფა თავისთავად ინდოეთად და პაკისტანად გულისხმობდა იმას, რომ ბრიტანეთის ინდოეთის ტერიტორიაზე არსებული სამთავროებს უნდა გადაეწყვიტათ სად უნდათ მათ ყოფნა ინდოეთში თუ პაკისტანში და ერთ-ერთი ესეთი იყო ქაშმირი, რომელსაც ინდუისტი მართველი ყავდა, თუმცა ქაშმირის თავად მოსახლეობა რელიგიურად მრავალფეროვანია, უმრავლესობა მუსლიმია, არიან ინდუისტებიც და ბუდისტებიც ამ ტერიტორიაზე და შესაბამისად მას შემდეგ იდეაში კონკრეტულმა კონტექსტმა განაპირობა, იმიტომ რომ ტომები შეიჭრნენ იმ დროს ქაშმირში და ქაშმირმა დახმარებას თხოვა ინდოეთს და ამ კონტექსტმა განაპირობა ის, რომ იმ მომენტში ქაშმირი აღმოჩნდა ინდოეთის შემადგენლობაში, მათ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, უბრალოდ ქაშმირს ჰქონდა ძალიან ვრცელი უფლებები და ფაქტიურად ავტონომია საკმაოდ და ძირითადად რაღაც საგარეო ურთიერთობების და ესეთ ასპექტებში ერეოდა ინდოეთი. თუმცა მალევე ეს შეიცვალა, იმიტომ რომ ქაშმირს ჰქონდა ასევე პლებისციტის უფლებაც იდეაში, ერთ დღეს მას შეეძლო თვით გამორკვევა. თუმცა შეიძლება ითქვას უკვე 50-იანი წლების შუიდან ეს იცვლება 60-იანი წლებიდან ფაქტიურად ქაშმირში ყოველთვის მათთვის სასურველი ინდოეთის ხელისუფლების სასურველი მმართველია. მერე 80-იან წლებში მოხდა ის, რომ იქ არჩევნები გაყალბდა, ამას მოყვა დიდი დაძაბულობა ინდოეთსა და ვთქვათ ქაშმირში სხვადასხვა პარტიზანულ დაჯგუფებებს შორის, იქაც განსხვავებული დაჯგუფებებია, ზოგი პაკისტანთან შეერთებას ცდილობს და ზოგი ინდოეთისგან დამოუკიდებლობას ითხოვს. და ამ კონტექსტში, მოკლედ 80-იანი წლების ბოლო და 90-იანები იყო რთული ქაშმირისთვის და შემდგომში 2010-იანი წლებიდან კვლავ იწყება მუდმივი დაძაბულობა. 2016, 19 და 19 წელსაც ასევე იყო ლამის ისეთი ესკალაცია, რომ მაშინაც ვთქვათ პაკისტანმა ჩამოაგდო რამდენიმე საჰაერო თვითმფრინავი, ინდოეთის სამხედრო თვითმფრინავი. და ეხლა კონტექსტი ის იყო, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასევე არის 390 მუხლი კონსტიტუციის, რომელიც ამ უფლებებს და გარანტიებს აძლევდა ქაშმირს და რომელიც გაუქმდა 2019 წელს აგვისტოში და ამან კიდევ უფრო გაამძაფრა, შეიძლება ითქვას, ქაშმირებში აი ამ უფლებააყრილობის შეგრძნება. და ეხლა ეგაა საინტერესო, რომ ქაშმირში ტურისტულ ზონაში მოხდა ეს. ტურისტულ ზონაში მოხდა, ფეჰელგამი არის ესეთი რეგიონი და 2024 წელს სადღაც 3 მილიონი ტურისტი
ჩავიდა ქაშმირში, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა ქაშმირისთვის თან იმ პირობებში, რომ ესეთი შეიძლება ითქვას დავიწყებული რეგიონია სხვა ასპექტით გარდა პოლიტიკურისა. ესეც საგულისხმო ამბავია და ამ თავდასხმის დროს 26 ადამიანი დაიღუპა, როგორც ვიცით, ხო, სხვადასხვა შტატის წარმომადგენლები არიან ეს ადამიანები და საინტერესო როგორ გამოიყენა მოდიმ ეს ასევე, აი მაგალითად სურათხატი გამოჩნდა ქალის, იმიტომ რომ ძირითადად კაცები, ინდუისტები და კაცები იყვნენ სამიზნე ამ თავდასხმის და იქ იყო ერთი წყვილი საქორწინო მოგზაურობაში და აი ამ გოგოს სურათი, რომელიც დასტირის გარდაცვლილ ქმარს გახდა ესეთი გავრცელდა და ფაქტიურად მერე აი ეს სამხედრო ოპერაცია სინდური, ეს სინდურის სახელით სწორედ ქვრივ ქალებს უკავშირდება იმ გაგებით, რომ სინდური არის ესეთი წითელი პუდრი, რომელსაც დაქორწინებული ქალები ატარებენ მხოლოდ და აი ეს იქნა გამოყენებული როგორც რაღაც აფექტური ბმა ქალებსა და ასე ვთქვათ ამ სამხედრო ოპერაციას შორის გაებად. ამავე დროს საინტერესოა რომ ხშირად ქალებს არა მხოლოდ იქ ყოველთვის იყენებენ, ხო, ეს სახელმწიფოები ამ იმ სურათხატს, მაგრამ თავად ქალებს რა სურთ და რა აზრი გააჩნიათ ხო ამ ომთან თუ მშვიდობასთან დაკავშირებით, ამას ნაკლებად ითვალისწინებენ და ამ შემთხვევაში საინტერესო იყო, რომ ეს გოგო პირველად, როდესაც გამოვიდა სიტყვით, ხო, მოუწოდებდა მშვიდობისკენ და ხაზგასმით თქვა, რომ აი მეორე აზრი რაც გააჟღერა არგუმენტი ეს იყო, რომ არ ყოფილიყო რაღაც არ დაესადგურებინა რაღაც ტიპის სიძულვილს ქაშმირის მოსახლეობისადმი და მუსლიმებისადმი. მაგრამ ამას მოყვა დიდი სიძულვილის ნიაღავარი, მათ შორის ძალადობით ემოუქრებოდნენ ამ გოგოს, მსხვერპლს მოკლედ ამ თავდასხმის გაუპატიურებით და ასე შემდეგ ტროლების მთელი არმია მოკლედ შეესია აი ამ განცხადებას. მაგრამ ამის მერე მალევე რა მეორე გამოსვლისას უკვე ამ გოგომ მადლობა გადაუხადა მოდის და მოკლედ იმისათვის, რომ ეგრეთ წოდებულ ტერორისტულ იმას ეხმიანება და პასუხსცემს რა. და ესეც და კიდევ ალბათ მეორე გამოყენება ესეთი ფემინაციონალიზმის შეიძლება ვთქვათ არის ის, რომ როდესაც ეს ოპერაცია სინდური წამოიწყეს განცხადება და ამ სამხედრო ოპერაციის შესახებ, მიმდინარეობის შესახებ მედიასთან გამოდიოდა ორი ქალი. და ერთ-ერთი ამ ქალებიდან იყო ორი სამხედრო ოფიცერი ქალი, ერთ-ერთი იყო მუსლიმიდან და ესეც აი ძალიან კარგად აჩვენებს აი ამ ინსტრუმენტალიზებას, როგორც ცდილობენ რეალური მარგინალიზაციის ქალების თუ მუსლიმების გადაფარვას ყოველთვის სახელმწიფო და ამ ხრივაც საინტერესოა, იმიტომ რომ ეს რაღაც ტიპის ცვლილებაზეც მიგვანიშნებს იდეოლოგიაში, იმიტომ რომ აი ზოგადად ჩვენ აი ისინი ყოველთვის აპელირებენ ესე დედა ინდოეთზე. და ეს დედა ინდოეთი სხვა რამეს ნიშნავდა, თქვათ მე-20 საუკუნის განმავლობაში იცვლიდა ამ მნიშვნელობას, ეს იყო აქტიური დამცველი პირიქით ინდოეთის, მაგრამ აი ამ ვთქვათ RSS-ის, ხო, აი მთავარი ორგანიზაცია, რომელიც არის მისმა იდეოლოგიამ, ეს დედა ინდოეთი დაიყვანა რაღაც პასიურ ობიექტამდე, რომელიც კუნთიანმა ბიჭებმა უნდა დაიცვან, ხო, კაცებმა. და მაგრამ ეხა ჩვენ ისე ვხედავთ თითქოს ამ ქალების გაძლიერების ინსტრუმენტალიზებას, არ არის მხოლოდ პასიური, თან პასიურიცაა, აი იმ ქვრივი გოგოს სახით, რომელიც უნდა დაიცვას სახელმწიფომ და თან აქტორიც არის აი ამ სამხედრო ქალების სახით, რომლებიც იცავენ აი ამ ინდოეთის სამხედრო ღირსებას, ასე. ხო, ეს ქალთა ინსტრუმენტალიზება და მათი ინსტრუმენტალიზება არ ახალია, მაგალითად ისრაელშიც ხშირად ხვდებით ამ თემას და ასე შემდეგ. შენ ბევრჯერ ახსენე ნარენდრა მოდი და ამ ადამიანს და ზოგადად ის საკმაოდ აქტიური არამატო ინდოეთი პაკისტანის დაპირისპირებაში, არამედ ზოგადად მსოფლიო გლობალურ კონტექსტში საკმაოდ ისეთ ცდილობს, რომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭიროს, არამატო ცდილობს არის კიდეც. მის როლზეც რო ვთქვათ და მის პიროვნებაზეც რო ვთქვათ და მის პარტიაზეც, ინდოეთის სახალხო პარტია
პარტია რაზე დგას, რა იდეოლოგიის არის, როგორ პოლიტიკას ატარებს, თუნდაც შრომელების, თუნდაც ქალების მიმართ ინდოეთის შიგნით და გარეთაც, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ერის სახელმწიფოები, ისეთი როგორც არის რუსეთი, მაგალითად, ცდილობენ თავიანთი როლის დამკვიდრებას და რაღაც ჩემი წარმოდგენით ეს კონფლიქტიც, რუსეთი-უკრაინის კონფლიქტის რაღაცა შეიძლება ასეთი ერის სახელმწიფოებისთვის შეიძლება რაღაც მაპროვოცირებელი გახდეს, რომ რაღაც სუსტი დაჩაგროს, ასე შემდეგ. თუმცა, ხო, აი, ნარენდრა მოდიზე რო გითხრა 1-2 სიტყვა და მის იდეოლოგიაზე, აი, ჰინდუ რასტაზე და ასე შემდეგ. მოდი, სანამ ნარენდრა მოდიზე გადავალდა ვისაუბროთ რაც თქვით, მაგრამ აი მანამდე გაუმშა და გარდამავალი რაღაც რომ თქვათ, აი წინა კითხვასა და ამ კითხვას შორის ეს არის როგორ იყო მოდის რეაქცია, ხო? და ზოგადად აი ამ კონფლიქტის შემდეგ, აი ხა რაც ფაქტიურად ომის სახე მიიღო, ხო? და საინტერესოა ის რომ და როგორ წარმოაჩინა აი ამ კონფლიქტმა თავად ნარენდრა მოდი მოსახლეობაში, ხო? და მე გადავიდა წარსულში მაშინ. ამბავი ის არის, რომ ეხაც რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ვის შესახებ გამოაცხადა არა ინდოეთმა, არა პაკისტანმა, არამედ ტრამპმა. ო, ეგეც ძალიან ისეთია საგულისხმობავია, ტრამპმა გამოაცხადა, რომ აი ეს ცეცხლის შეთანხმება იქნა მიღწეული და ამას დაამატა ისიც, რომ ტრამპმა თქვა, რომ ამის გარდა შესაძლოა თავად ეს 1000 წლოვანი კონფლიქტიც ინდოეთსა და პაკისტანს შორის ქაშმირის გარეშე მოგვარდეს. ნუ აქ თავი რო დავანებოთ იმას, რომ უზუსტობაა ფაქტობრივად, იმიტომ რომ ეს კონფლიქტი 1000 წლოვანი არ არის, ხო? მაგრამ მეორე მხრივ ესეც გარკვეულ განსულას იწვევს, იმიტომ რომ ინდოეთის ყოველთვის პრინციპულად მიუღებელია რომელიმე მესამე მხარე ჩაერიოს ამ კონფლიქტში, იმიტომ რომ ის ამ კონფლიქტს მიიჩნევს შიდა ამბად. განსხვავებით პაკისტანისგან, პაკისტანი ყოველთვის ცდილობს ზღვის ჩარევას და ამის საერთაშორისო დონეზე განხილვას ინდოეთი ამას ყოველთვის ეწინააღმდეგება. ეს ერთი ამბავია. ეხლა მეორე ამბავია ის, რომ აი ამან ერთი მხრივ ინდოეთმა აი რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავი რო ჩამოაგდეს, დიდი ფინანსური ზარალიც მიიღო და რაღაც PR კატასტროფაც იყო ინდოეთისთვის, მაგრამ თავად ინდოეთში თავიდან თუ ოპოზიციური პარტიები ერთსულოვნად მხარს უჭერდნენ ამ სამხედრო ოპერაციას და მისი დასრულების შემდეგ ეხლა მაგალითად მთელი ტური აქვთ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებისგან და სამთავრობო პარტიისგან შემდგარი დაკომპლექტებული, ასე ვთქვათ, ის არის დელეგაცია, რომელიც ნიუ-იორკში იყო, მიდის განაში და ასე სხვადასხვა ქვეყნებში დადიან და საუბრობენ აი ამ ოპერაციის შესახებ, მაგრამ ამის მიუხედავად უკვე აი ახლა რაც მშვიდობამ დაისადგურა, იკვეთება განსხვავებები მათ შორის და კრიტიკა. და ერთ-ერთი კრიტიკა მიემართება მოდის, ოღონდ იმ გაგებით არა რაღაც კრიტიკული გაგებით, არამედ ისე მათი, კონგრესი, მაგალითად მას აკრიტიკებს, რომ ის საკმარისად ძლიერი არ აღმოჩნდა და მას ადარებენ ინდირა განდის და ინდირა განდი, თქვათ, მართავდა ინდოეთს ხო 70-იან წლებში და მან 71 წელს, როდესაც იყო ომი დასავლეთ და აღმოსავლეთ პაკისტანს შორის და ინდოეთი ჩაერია ამ ომში და ფაქტურად ინდოეთ-პაკისტანის ომადაც შეიძლება განვიხილოთ. აი ამ ომის დროს ინდოეთმა იდეაში ინდირა განდი მოახერხა ოსტატურად ნავიგაცია, ერთი მხრივ ჩინეთის ჩარევაში იყო შესაძლებელი, მეორე მხრივ ნიქსონიც დაინტერესებული იყო და სხვათა შორის საბჭოთა კავშირის გამოყენებით ინდოეთმა მოახერხა ამის თავიდან აცილება და დაამარცხა პაკისტანი, ხო? და ეხლა ამბობენ, რომ აი მაშინ როგორი ოსტატი იყო, თქვათ, ინდირა განდი, მან დაამარცხა პაკისტანი და ეხლა ნარენდრა მოდიმ ესეც კი ვერ შეძლო. უბრალოდ საქმე ის არის, რომ მაშინ ამან პირიქით დაძაბა ინდოეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობა და პირიქით დაახლოვა უფრო მჭიდრო კავშირები გააბა ინდოეთსა და საბჭოთა კავშირის შორის იმ პერიოდში. ეხლა რაც შეეხება, მოკლედ ეს კრიტიკაც, როგორც ხედავ, ისევ იგივე მილიტარისტული, აი ძალის გადმოსახედიდან არის მოდისადმი. ეხლა თავად მოდის რაც შეეხება და მის იდეოლოგიას, მოდი მისი იდეოლოგიით დავიწყოთ მაშინ. ეს არის იდეაში ორგანიზაცია ესეთი დაარსდა 1925 წელს RSS-ი, რომლის ლიდერებიც ავარკარი, გოვალკარი ძირითადად ესეთი ინდუისტური ნაციონალიზმი, ჰინდუტვა ნაციონალიზმია მათი იდეოლოგია და რაც გულისხმობს ინდუიზმის
სიმბოლოების მობილიზებას პოლიტიკური პროექტისთვის. იმიტომ რომ თავად ინდუიზმი იდეაში საკმაოდ ისეთია ღია არის და საკმაოდ ჰიბრიდულია, იმდენად ჰიბრიდულიც, რომ მაგალითად ბრიტანელები, როდესაც ცდილობდნენ კატეგორიზაციას რელიგიის მიხედვით, ძალიან უჭირდათ, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი არ იყო იშვიათობა, როდესაც ადამიანები თავს ინდუისტადაც მიიჩნევდნენ და მუსულმანადაც, ხო? დღესაც კი მაინც მიუხედავად ამ პოლარიზაციისა, დღესაც ერთმანეთის დღესასწაულებს აღნიშნავენ და ბევრად უფრო მჭიდროა და სხვანაირია ეს კავშირი, თქვათ რელიგიებს შორის, იმიტომ რომ ინდუიზმი იძლევა დოგმისგან გასვლის შესაძლებლობასაც. მაგრამ აი ეს ჰინდუტვა ნაციონალიზმი სულ სხვა რამ არის, რომელსაც მაშინაც იყენებდნენ და მაშინაც საინტერესოა, რომ აი მაგალითად ეს RSS-ი, რომელსაც ბევრი ქვეორგანიზაცია აქვს, ისინი არ იყვნენ ანტიკოლონიურ წინააღმდეგობაში ჩართული, აი იმ გაგებით როგორც იმიტომ რომ ინდოეთში სხვადასხვა ტიპის ანტიკოლონიური წინააღმდეგობა მიმდინარეობდა, არა მხოლოდ ეს განდის მშვიდობიანი, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი თანმიმდევრული იყო. ამავე დროს იყო რევოლუციური ტერორიზმსაც იყენებდნენ, ახალი სოციალიზმის და ესეთი იდეებიც იყო, ხო? სარვოდაიას იდეოლოგიაც იყო, რომელიც განდიმ ჩამოყალიბა და რაც გულისხმობდა თვითკმარ ეკონომიკას, ესეთ მიკრომმართველობას სოფლებში და ასე შემდეგ, რაღაც უტოპიური ესეთი, რომელიც ვთქვათ, უკვე კონგრესის ლიდერებს, როგორც ნეჰრუ იყო, უკვე არ მოსწონდა, იმიტომ რომ ის ინდუსტრიალიზაციის და ასე შემდეგ სახელმწიფო ინდუსტრიალიზაციის მომხრე იყო, უფრო ისეთი ხისტი და მკვეთრი ნაბიჯების მოკლედ. და აი ამ კონტექსტში ახლა შორს რომ არ წავიდეთ, აი ამ იდეოლოგიურ ფრთას და ორგანიზაციას აქვს ახალგაზრდული ფრთა, მილიონობით ახალგაზრდა იქ და სხვადასხვა პარტიების ფორმასაც იღებდა. ერთ-ერთი იყო ჯანა სანქი, მაგალითად პარტია, რომლის წარმომადგენელიც იყო ეს მუქერჯი, რომელიც მაგალითად ეწინააღმდეგებოდა ამ 90-ე მუხლს და ქაშმირის ავტონომიას და მის გაუქმება უნდოდა. ეს ჯანა სანქი რაღაც ეტაპზე გაუქმდა და მეორე ასევე პარტიული გამოხატულება იყო 70-იან წლებში, როდესაც ინდირა განდის მმართველობა მიიღო ავტორიტარული ფორმა. ინდირა განდიმ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, სადღაც 77-78 წლები და ამ დროს ყველა ოპოზიცია გაერთიანდა, იქ იყვნენ მემარცხენეები, ცენტრისტები და მემარჯვენეები და მათ შორის აი ეს RSS-ის წარმომადგენლები და ეს იყო ჯანათა, ანუ სახალხო პარტია. ამანაც დიდხანს არ იარსება და შემდგომ აი ამის საფუძველზე შეიძლება იქიდან გამოვიდნენ აი ეს RSS-ის იდეოლოგიის მიმდევრები და დაარსეს ცალკე პარტია, რომელიც არის დღეს მართველი პარტია, ბჰარატია ჯანათა პარტი, BJP აბრევიატურა, რაც გულისხმობს ინდოეთის სახალხო პარტიას. ეს არის რაღაც ტიპის პარტიული ის რო ვთქვათ განვითარება. მაგრამ ახლა იდეას რაც ეხება ამ მოდის აღზევებისთვის და ამ პარტიის მოდის აღზევებას უკავშირდება ასევე ამ პარტიის ძალაუფლებაში მოსვლაც გარკვეულწილად. ესენი ერთმანეთს მეტნაკლებად ემთხვევა და ამ მხრივ საინტერესო 90-იანი წლები. იმიტომ რომ და შეიძლება 2-3 ფაქტორი გამოვყოთ. ერთი ეს არის 90-იანი წლებიდან ინდოეთი იწყებს გადალაგებას და ნეოლიბერალურ გადაწყობას, დერეგულაციის პოლიტიკას. ამან ხელი შეუწყო იმას, რომ აი იქ არიან შტატები, შტატის გუბერნატორები და უფრო მჭიდრო კავშირი შეიქმნა შტატის გუბერნატორებსა და აი ამ დიდ ბიზნესსა და კორპორაციებს შორის, რომლებსაც შეჰქონდათ ინვესტიცია, ძირითადად სერვისი და ამან გააძლიერა მოდი, იმიტომ რომ მას ჰქონდა კარგი ურთიერთობა ამ ეკონომიკურ ელიტასთან გუჯარათის შტატში 2000-იანი წლებიდან და გუჯარათის შტატში ეს ექსპერიმენტი, ნეოლიბერალური ექსპერიმენტის ესეთ ნიმუშად იცვლება გუჯარათი. და ზოგადადაც აი ამ ასეთი ტიპის კორპორაციებს და ეკონომიკურ ელიტას მოდისნაირი ლიდერი, ნარენდრა მოდისნაირი უფრო აწყობთ, იმიტომ რომ ეს არის ერთპიროვნული მმართველი, რომელიც მათდამი კარგადაა კეთილგანწყობილი და ყველაფრის უფლებას აძლევს ეკონომიკის ველში, ვიდრე ახლა კოალიციურ ხელისუფლებაში გაფანტულ ძალაუფლება უფლებას დიონ, ხო? აი ამ თავიანთი პროექტები იმისთვის, ინტერესებისთვის, ხო? და ამითი განისაზღვრება ისიც, რომ დღესაც აი ამ კორპორაციების ხელშია ძირითადად მედია ძალიან ცუდ მდგომარეობაში იდეაში ინდოეთში, სულ 2016 წელს თუ 126 ადგილას თუ რაღაცა ადგილზე იყო, ეხა 161 ადგილზეა, მე მგონი ძალიან რთული ვითარება, ძირითადად ამათ ხელშია არის, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი ონლაინ პლატფორმებიც, მაგრამ ისეთი შეზღუდულია, აი მაგალითად 2017 წელს თავის
სახლის წინ მოკლეს ცნობილი მემარცხენე ჟურნალისტი გოური ლაქშმი, რომელსაც მხოლოდ სიკვდილის მერე მისცეს ანა პოლიტკოვსკაიას ჯილდოც და ესეც ისეთია საგულისხმოა. მაგრამ ამის მიუხედავად თქვათ რუსეთისგან განსხვავებით, ინდოეთში მაინც დემოკრატიის კრიზისია, უკიდურესი კრიზისია, მაგრამ მაინც იმ საზოგადოებას მიეკუთვნება ალბათ, რომელიც ართმობს დემოკრატიას, იმ გაგებით, რომ წინააღმდეგობაც მაინც სუსტდება. რა თქმა უნდა 10 წლის წინ რო იყო ისეთი ვერ არის წინააღმდეგობა, ახალგაზრდები, სტუდენტები, ჩემი უნივერსიტეტელი თქვა 2016 წლიდან ციხეშია, ხო და აი ესეთი ფაქტები არის, მაგრამ ამის მიუხედავად წინააღმდეგობა არ ქრება და მაინც ისეთია ძლიერია მათი ფერმერების გამოსვლა გაგვახსენდება, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანი და ერთ-ერთი გრძელი იყო. კი, ესეც და ეხა მეორე ამ ნეოლიბერალიზმის გარდა მეორე ფაქტორიც ისევ ამ ეკონომიკურ ასპექტსაც უკავშირდება რაღაცნაირად. არის ის, რომ 80-იან წლებში, მოკლედ ესეთი რამ იყო, ინდოეთში არის კასტური სისტემა, როგორც ვიცით და ესა ისტორიული უთანასწორობა, ხო? და მოხდა ესეთი ჯერ კიდევ ინდირა განდის დროს შეიქმნა კომისია, ესეთი მანდალის კომისია, რომელსაც უნდა განესაზღვრა, ვინ იყო ყველაზე გარიყული ინდოეთში. და რაღაც 11 ინდიკატორით, რომელიც განათლების სფეროში, ეკონომიკის სფეროში და სოციალურ სფეროებით განსაზღვრული 11 ინდიკატორის მიხედვით დაადგინეს ესეთი OBC ქვია, ანუ ჩამორჩენილი კლასები, backward classes კატეგორია შეიქმნა და ითვლებოდა, რომ აი ამ კატეგორიას უნდა ჰქონდეს 27 თუ 29% იყო კვოტა საჯარო სამსახურში და უნივერსიტეტებში, მათ შორის კერძო უნივერსიტეტებში. ამას ემატებოდა ასევე არის სხვა კიდე ცალკე დაბალი კასტების კატეგორია, ამათ მიღმა რომელიც არის კიდე უფრო ჩაგრული კასტების და ტომების კატეგორია და ერთიანობაში ეს კვოტა გამოდიოდა სადღაც 50%-მდე. და ამან გამოიწვია დიდი წინააღმდეგობა, განსაკუთრებით საშუალო კლასის, ახალი საშუალო კლასის, რომელიც ამ ნეოლიბერალიზაციასთან ერთად იქნება ინდოეთში, რომელიც ესეთ სოციალურ მობილობას განიცდის და რაღაც ტიპის ხეირს პოულობს აი ამ ახალ წესრიგში და აი ამ ახალ საშუალო კლასის თქვა შეიძლება წარმომადგენელია ეს პატელების კასტა და ინდოეთში პოლიტიკა პირდაპირ გადაჯაჭვულია კასტურ რომელიმე იმასთან ლოიალურ კასტა აუცილებლად გჭირდება სხვადასხვა შტატში სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას თავისი საყრდენი კასტა ყავს. ესეთი იპოვა მოდიმ 90-იანი წლებიდან პატელები აღმოჩნდნენ მოდისთვის ესეთი კასტა რომლებიც იყო შუალედური კასტა რომელიც მობილობას განიცდიდა და არანაირად არ აღწყობდათ ეს კვოტა. რომელიც ისედაც შეზღუდულ დასაქმების ადგილებს განათლების სფეროშიც მათ შორის ზღუდავდა, იმიტომ რომ კვოტებს აწესებდა და აი ამ ჩამორჩენილ კლასებს აძლევდა შესაძლებლობას დასაქმებისა თუ განათლების მიღების და ის იმდანაც წავე იყო პროტესტი, რომ ჯერ კიდე აი მაშინ 80-იან წლებში ერთმა სტუდენტმა და მე 200-მდე სტუდენტმა სცადა თავის დაწვა პროტესტის ნიშნად და ეს იყო რაღაც ესეთი კასტური შუღლი, მაგრამ მესამე ამბავია რელიგიური პოლარიზაცია ასევე ძალიან წამყვანია ინდოეთის პოლიტიკაში და 80-იან წლებში ნარენდრა მოდი იდეაში გამოჩნდა პირველად აი ამ კამპანიით და ეს კამპანია ეხებოდა ბაბრი მასჯიდი, ესეთი მეჩეთია ინდოეთში 91 წელს ეს მეჩეთი დაანგრიეს და ამას წინ უძღოდა დიდი კამპანია. და ამბავი ის არის, რომ ითვლება, რომ ეს მდებარეობს ქალაქ აიოდჰიაში და ითვლება, რომ ეს არის წმინდა ადგილი, სადაც დაიბადა ინდუისტებისთვის წმინდა ადგილი, დაიბადა რამა და მოკლედ ეს მერე შუა საუკუნეებში ბაბური იყო ესეთი მუსლიმი მმართველი იმპერატორი, რომელმაც იქ ააშენა მეჩეთი და ითვლებოდა, რომ ეს უნდა დავიბრუნოთ და 91 წელს აი ამ მანამდე რამდენიმე წლიანი კამპანიის შემდეგ ეს მეჩეთი დაანგრიეს და ზუსტად ეხა 2 წლის წინ იყო თუ 1 წლის წინ გახსნეს აიოდჰიაში ინდუისტური ტაძარი. მე მგონი შარშან იანვარში იყო თუ არ ვცდები. და ესეც ეს მესამე რელიგიური მობილიზაცია ძალიან ეხმარებოდა მოდის, მათ შორის 2002 წელს იყო ასევე გუჯარატში მის შტატში, რომელსაც ის მართავდა ისეთი ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც მან გამოიყენა ადგილობრივ დონეზე ხმების მოსაპოვებლად, მაგრამ ეროვნულ დონეზე BJP-მ ვერ მოიპოვა ხმები, მხოლოდ ერთხელ მოახერხა აი ამ პარტიამ ხელისუფლებაში მოსვლა 90-იანების ბოლოს, აი ამ ყველა ფაქტორიდან გამომდინარე.
ხო, ეს არის აი ესეთი რაღაც ზოგადი კონტექსტი აი ამ იდეოლოგიის. ხო, პაკისტანზე და იქაურ მმართველობაზეც რო თქვა ერთი-ორი სიტყვა, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ ორ ბირთვულ სახელმწიფოზე, სადაც მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ხალხის წინააღმდეგობა საკმაოდ ძლიერია და რაღაც მუდმივ ბრძოლებს უყურებთ, ამ ადამიანების ხმა არ ისმის და ჩვენ ხედავთ რაღაცა ორ სახელმწიფოებრივ დაპირისპირებას, სადაც არც მშრომელების ხმა ისმის, არც ქალების ხმა ისმის და მოკლედ პაკისტანზე და იქაურ მმართველობაზეც გვითხარი. კი, პაკისტანზეც ვიტყვი და ძალიან ბოდიში შენს აი ამ ნაწილს კითხვის არ უპასუხე აი ზოგადად მდგომარეობაზე, ხო, დემოკრატიის ნაწილს შევეხეთ, მაგრამ ზოგადად აი ამ ხელისუფლებისთვის აი ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს და გადავიდეთ მე პაკისტანზე. ანუ იდეაში მოდის ხელისუფლებისთვის, რაც დამახასიათებელი იყო თავიდანვე არის ის, რომ ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს სუვერენიტეტის და დემოკრატიის ორივე კრიზისი იმ გაგებით, რომ სახელმწიფოს ინტერესი ემიჯნებოდა ხალხის ინტერესს და სახელმწიფოს ინტერესი, აი 90-იან წლების ამბებით რომ აღწერეთ, თანხვედრაში იყო ადგილობრივი ეკონომიკის და საერთაშორისო ეკონომიკურ ინტერესებთან რა. ეს ორივე სუვერენიტეტის კრიზისის აღნიშნულიცაა, როგორც დემოკრატიაში და მაგრამ აი ამ პოლიტიკური ვაკუუმის ამოვსებას ტრადიციულად ისინი ცდილობდნენ აი იმ ილუზიის შექმნით, აი ამ ჰინდუტვა ნაციონალიზმის, ასე ვთქვათ, ნაციონალიზმით, რომელიც ქმნიდა მზრუნველი სახელმწიფოს ილუზიას, მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად ადამიანების, ასე ვთქვათ, ყოველდღიურობა არ იცვლებოდა, ხო, და მათი ცხოვრება არ იცვლება, მაგრამ იქმნება აი ამ კულტურულ ველზე ბრძოლების გაჩაღებით, რაღაცების გამარჯვების გრძნობას ქმნიდა ეს. ამას დღეს ეს უფრო იხვეწება და ამ შიდა ნაციონალიზმის სენტიმენტს დღეს დაემატა აი სუვერენიტეტის იდეით აპელირებენ და დღეს უკვე ესე ხისტად ცდილობენ საერთაშორისო ასევე საზოგადოებისგან საერთაშორისო საზოგადოებაში პოზიციონირებას როგორც უნიკალური სუვერენული სახელმწიფო და რომელიც ძირითადად მიემართება ლიდერია გლობალური სამხრეთის და ეს საგარეო საქმეთა მინისტრი აი ეხაც კი აი ამ ომის აი ამ მოკლედ ინდოეთის პაკისტანის კონფლიქტის შემდეგაც როდესაც მიმართავს აი გლობალურ დებს და ძმებს გლობალურ სამხრეთში და აი ესეთი თავი წარმოუდგენია როგორც აი რაღაცა საერთაშორისო განზომილება შეიძინა, იმიტომ რომ ეს საერთაშორისო განზომილება ნაკლებად ჰქონდა მანამდე, პირიქით საერთაშორისო მარგინალიზებული იყვნენ და ეხლა რაღაც ტიპის საერთაშორისო აქტორად ცდილობენ თავის მონიშნას. თუმცა აი ეხლა როგორც ეს კონფლიქტი განვითარდა, რაღაცნაირად თითქოს ითვლება, რომ არ ყევს აი ამ სუვერენულობის ამბავსაც, იმიტომ რომ ისევ ტრამპის დახმარებით მოხდა ამის განეიტრალება, მაგრამ აქაც დიდი როლი შეასრულა ეს გამომრჩა რა ფაქტორმა. პაკისტანიც და ინდოეთიც აი ამ ტარიფების გადასახადებს ექვემდებარება, პაკისტანი უფრო მეც 29% გადასახადების და ინდოეთი 26 მე მგონი. ეხლა და ესეც სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდაზე მნიშვნელოვანი ამბავი იყო, იმიტომ რომ ტრამპმა თქვა, რომ ინდოეთთან ვაპირებ სავაჭრო ხელშეკრულების შეთანხმებას და შემდეგ კვირაში ახლა უკვე პაკისტანის წარმომადგენლების ვიზიტიც არის დაგეგმილი ზუსტად სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით. ტრამპისთვის არ ახალია, რომ ტარიფები ჯერ გამოაცხადა ტარიფები, შემდეგ მიიწვია და გარკვეულ ბენეფიტებს იღებს. კი, რაღაც სავაჭროდ იყენებს ამ იმას და სხვათა შორის, აი ხე შენ სულ თავიდან ახსენე და რაღაცნაირად გამომრჩა, რომ ესეც მეხსენებინა, იმიტომ რომ ბევრი რამ არის წყლის საკითხი ახსენე და წყლის შეთანხმება, ხო, რომელიც 1960 წელს გაფორმდა ინდოეთსა და პაკისტანს შორის და ეხლა როგორი ამბავია, ეს ინდოეთმა გაწყვიტა უარი აი ცალმხრივად ეს შეთანხმება ამ კონფლიქტის დროს, რაც მართლაც ესეთ სასიცოცხლო მნიშვნელოვანია პაკისტანისთვის და ამას წინ უსწრებდა ისიც, რომ თებერვალში USAID-ის, ასე ვთქვათ, დახმარების შეჩერებით, ასევე მნიშვნელოვნად საფრთხე წარმოშვა პაკისტანისთვის წყლის მიმართულებით, იმიტომ რომ მაგალითად სინდი ესეთი რეგიონია, სადაც 50 გრადუსზე მაღალიცაა ხოლმე ტემპერატურა და ეს USAID ეხმარებოდა წყლის გაფილტრვაში ასე შემდეგ და ამ პროექტსაც საფრთხე შეექმნა, ეს არის 300 მაგალითად მარტო ერთი ძირითადი ქალაქი იქ რაც არის 350,000-ია მოსახლეობა, უკვე იყო წყლის კრიზისი პაკისტანში, ხო, თებერვლიდან მოყოლებული და ამას ისიც რო ემატება, რომ ინდოეთის
აპირებს და ინდოეთის წყვეტს შეთანხმებას და აი ამ ხრივ შეიძლება საფრთხე დაემუქროს, იმიტომ რომ მთელი აი ამ ინდოეთის ტერიტორიაზე სათავეს იღებს ეს წყლები, რითაც საზრდო რაც ეხმარება პაკისტანს მოკლედ ესეც სხვა მატერიალური განზომილებაა აი ამ კრიზისის. ეხლა რაც შეეხება თავად პაკისტანში ძირითადად ამ კონფლიქტმა ასევე კიდევ ერთხელ გამოაჩინა ვინ იყო მთავარი პროტაგონისტი. ვინ საუბრობდა აი ამ კონფლიქტში მთავარ აქტორად გამოჩნდა ისევ სამხედრო გენერალი. ხო, სამხედრო ასიმ მუნირი და არა პრემიერ-მინისტრი, აი მეორე, მესამე, ანუ პრემიერ-მინისტრი, და როგორც ვიცით, ახლა ხელისუფლებაში არის კოალიციური ხელისუფლება, ეს ორივე პოლიტიკური დინასტიებია იდეაში. ერთი ეს არის ბენაზირ ბჰუტოს ქმარი, რომელიც არის პრეზიდენტის თანამდებობას ეკავის და შეჰბაზ შარიფიც არის პოლიტიკური დინასტიის, ასე ვთქვათ, წარმომადგენელი იმ გაგებით, რომ იმ პარტიაში მანამდე მისი ძმა იყო რამდენჯერმე პრემიერ-მინისტრი და მოკლედ ესეთი ვითარება, რომ როდესაც ძირითადად სულ სამხედრო გავლენა იყო ხო პაკისტანში და ამ ხრივ შეიძლება ითქვას აი ოდნავ გამონაკლისად თვლიდნენ იმრან ხანს, რომელიც 2010-იან წლებში იყო და 2022 წელს ის დაიჭირეს კორუფციის ბრალდებით და ისევ იმიტომ რომ ითვლება რომ ამ სამხედრო გენერლებისთვის მიუღებელ და არასასურველ პოლიტიკის წარმოება დაიწყო და ამის გარდა ძირითადად იქ მართლაც ესეთი პოლიტიკური დინასტიები რომლებიც მართავენ და ძირითადად დიდია აი ამ სამხედრო გენერლების გავლენა რომელიც და სიკეთე არასოდეს არ აღწევს ხოლმე ხალხამდე და ეს კეთილდღეობა და აი ამ ხრივ ამ კონფლიქტიც და ეს ქაშმირიც ისეთი რამ არის, რაც ორივეს, ინდოეთსაც და პაკისტანსაც მუდმივად შესაძლებლობას აძლევს ყურადღება სხვაგან გადაიტანონ, ხო? და იმ ფონზე, როდესაც უნარონი არიან იმ კრიზისების, სოციოეკონომიკური კრიზისების ფონზე, რაც მათ ქვეყანაში მიმდინარეობს. და ბოლოს ალბათ ბევრი ვინმე ვახსენეთ, განდი ვახსენეთ, ნეჰრუ ვახსენეთ და ამ კონფლიქტის მოგვარება, ანუ ესე ძართულია ილაპარაკო, მაგრამ ყველაზე ახლოს ვინ იყო, ან ყველაზე მეტად როგორ წარმოგიდგენია ამ ხალხების რაღაცა მშვიდობიანი თანაცხოვრება, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ აი რაღაც რამდენი დაპირისპირება იყო ბოლო წლებში, 2019 წელსაც იყო, ეხლაც იყო და როგორ წარმოგიდგენია ამ კონფლიქტის მოგვარება, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ვისაუბრეთ მთავრობებზე, მათ მილიტარისტულ მიზნებზე, რაღაც ერთი მხრივ მოდი, რომელსაც თავისი ადგილი აქვს დასაკავებელი გლობალურ წესრიგში, თვითონ ინდოეთში, როგორ წარმოგიდგენია ამ კონფლიქტის მოგვარება, თუ საერთოდ შესაძლებელია და რამდენად არის ამის გამოცდილება, ან რაღაც როგორ შეიძლება რომ ეს მოხდეს. აი ჩვენ ახლა ხო თავიდან განდი და რთული კითხვაა, თავიდან ახლა განდი და ნეჰრუც რო ახსენეთ იდეაში, მათ ისინი ბევრად უფრო ესეთ დემოკრატიული თუ აი ესეთი ღია პრინციპებით იყვნენ მოტივირებული, იმიტომ რომ ძალიან არ უნდათ მათ არათუ ქაშმირის, არამედ პაკისტანის დათმობაც, ანუ არ უნდათ რომ აი ეს პაკისტანი უბრალოდ ტერიტორია ხო არის ხო, რომელიც ახალი სახელმწიფო ისე იყო, მთელი ეს ნიშნავს მიგრაციას, სტოლვილობას, დევნილობას, გადასახლებებს და დიდი ადამიანური კატასტროფა იყო იდეაში ორივესთვის. ხო, თან ჩვენ ოჯახები ვიცოდით, რომლებიც ანუ გაიყო. კი, ოჯახები გაიყო და ერთი ძმა პაკისტანელი აღმოჩნდა, მეორე ძმა ინდოელი აღმოჩნდა და ეს გაუჩინარებული ადამიანები და მოკლედ ეს მთელი ტრაგედია, რაც მას მოჰყვა. მაგრამ მაშინ ისინი დათანხმდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ უნდა წინ აღდგომოდნენ ხალხის ნებას და მათ შორის ვინაიდან აი მანამდე არჩევნებიც ჩატარდა აი ცენტრალური ასამბლეის, სადაც კონგრესის, ანუ ინდუისტებში სადღაც 91% მე მგონი კონგრესმა მოიპოვა და მუსლიმ ლიგა, ანუ ჯინა რომელიც იყო, მან მოიპოვა 86% მისაზე. ანუ ეს იყო ამათ არ სურდათ ხალხის ინტერესის და ხალხის, ვთქვათ, სურვილის წინააღმდეგ წასულიყვნენ და მხოლოდ ამიტომ დათმეს, იმიტომ რომ ბოლომდე განდი შიმშილობა დაიწყო მაგის მერე, იმიტომ რომ არ უნდა და ზოგადად სისხლის ღვრა და სისხლის ღვრა არ
უნდა ყოფილიყო, აი ეხლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რაღაც აი ამ მსგავსი სიტყვები ქონდა ნეხრუს, რომ აი ეს შურისძიება და თუ სისხლის ხრა ხალხს შორის არ უნდა იყოს განმსაზღვრელი ჩემი პოლიტიკის და ამიტომ თავიდანვე დათმო რომ ეგონათ რომ აი ამ სისხლის ხრას თავიდან აირიდებდნენ და აიცილებდნენ, იმიტომ რომ მანამდე იყო უკვე მუდმივი ეს შეტაკებები. ეს ერთი საკითხი. ეხლა რაც შეეხება ქაშმირს თავიდან კი შედარებით აი ამ ვრცელი ავტონომიით, პლებისციტის უფლებით, ეგ იყო ნორმალური მსვლელობა, შეიძლება ვთქვათ, აი მაგრამ უკვე ნეხრუს დროსვე ეს ყველაფერი შეიცვალა და შეიძლება ითქვას, რომ აი ეხლა განსაკუთრებით 2019 წლიდან აი ამ შეზღუდული უფლებების ფონზე ძალიან რთულია ისაუბრო აი ამ ჰარმონიულ, ასე ვთქვათ, ურთიერთობაზე ან დარეგულირებაზე სიტუაციის. კი ბატონო, დარეგულირდა მეტნაკლებად, როგორც თulis, ანუ ტურიზმიც იყო, ყველაფერი იყო, ხო, 3 მილიონი ტურისტი ჩავიდა ბოლო წელს, მაგრამ ეს იყო მაინც ძალის ვთქვათ, დემონსტრაციის შედეგი და არა ძალიან მუდმივი, ასე ვთქვათ, დისკრიმინაციის სამიზნე არიან მათ შორის ქაშმირელი მუსლიმები და ეხა ამ ინციდენტის მერე, განსაკუთრებით აი ამ თავდასხმის მერე და შესაბამისად გამოსავალი მხოლოდ ისევ უფლებრივად ალბათ არ ვიცი გამოსავალი რამდენად არის ზოგადად, მაგრამ ის ფაქტია, რომ აი ესეთი შეზღუდული დამცრობის და უფლებააყრის მდგომარეობაში ვერ დარჩება და ეს ვერ იქნება გამოსავალი, ეგ ცხადია. უფრო მეტი გასაქანი, უფრო მეტი დემოკრატიული, ასე ვთქვათ, სივრცე და უფრო მეტი უფლება, რა თქმა უნდა, თვითგამორკვევისთვის და იმის და თუნდაც ბაზისური უფლება, რომ იყვნენ სრულფასოვანი მოქალაქეები, რასაც დღეს ისინი ვერ ახერხებენ. ხო, და რაღაც შეჯამების სახით თუ რაიმეს ან დამატება გინდა, ან არ ვიცი, შეჯამების სახით თუ რაიმეს თქმა გინდა, ჩემთვის ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია და მგონია, რომ უფრო ფართოდაც შეგვიძლია ვისაუბროთ თუნდაც ინდოეთის კოლონიური წარსულით, რომელიც ძალიან წინააღმდეგობის და ბრძოლის საკმაოდ ბევრ გამოცდილებას იტევს, ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც თუ რაიმეს დამატება ან რაღაც რაიმე გამოვრჩა, რაც არ მეკითხავს, გისმენ თუ არა და შეგვიძლია დავასრულოთ. არ ვიცი, მე მგონი ის იყო საკმაოდ საინტერესო კითხვები იყო და ალბათ შეჯამების სახით ის შეიძლება ვთქვათ, რომ აი ამ წვევების, აი ამ კრიზისების მიუხედავად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც ესეთი ზემოდან ვუყუროთ ამ კონტექსტთან რამე, იმიტომ რომ ეს არის კონტექსტი, საიდანაც ასევე შთაგონება შეიძლება მივიღოთ წინააღმდეგობის მაგალითზე, იქნება ეს კოლონიური წარსულიდან თუ დღესაც კი, იმიტომ რომ ინდოეთი არ არის მხოლოდ ავტორიტარული ხელისუფლება, არამედ მათ შორის არის ის ხალხი, ვინც წინააღმდეგობას უწევს ამ პროცესებს და ამ ხრივაც ფერმერების იქნება თუ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ტომების გარემოსდაცვითი ბრძოლები ხო, სხვადასხვა შტატებში ამ ხრივ ძალიან საინტერესო მაგალითია. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ასევე მაყურებელს ვეთქვით, რომ გამოგვიწერონ და გოლაიქონ და გვაშეარონ და ჩართონს არის ღილაკი, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ასევე თუ რაიმე კითხვა ან მოსაზრება იქნება, ასევე ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, წავიკითხავთ და გაგცემთ, შევეცდებით გაგცეთ პასუხი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და შეხვდებით მომავალ კვირაში.